ახალი პაპი არჩეულია, ის ამერიკელი კარდინალია ლეო მე-14, რომელიც ამიერიდან ასე იწოდება. ქეთევან ქარდავა იმყოფება უკვე რამდენიმე დღეა ვატიკანში. ის მოგვიყვება ყველა დეტალს, ვინ არის ახალი პაპი, რით არის გამორჩეული. მოკლედ ქეთი დარწმუნებული ვარ საზოგადოებას ყველა დეტალი აინტერესებს, რომელსაც ახლა მოუყვები. მოთმინების ტესტი და გამოცდა ჩაბარებულია. ძალიან კარგია, რომ დიდხანს არ გვალოდინეს კარდინალებმა, თუმცა ეს ორი დღე მაინც ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სულსწრაფია და მალე უნდა გაიგოს თუ დახურულ კარს მიღმა, რაზე მსჯელობენ კარდინალები. მოულოდნელი იყო გამოცხადება, ვინაიდან ცოტა მოგვიანებით ველოდებოდით თეთრი კვამლის ამოსვლას და შემდეგ უკვე დაიწყო მთავარი კულმინაცია მოედანზე, ხალხი შეიკრიბა. ამ წუთის მონაცემებით, რაც დათვალეს, 56,000 ადამიანი ადევნებდა თვალყურს აივანზე რომის ახალი პაპის გამოსვლას და მის პირველ სიტყვას. როდესაც ჩვენ პირველი ჩართვა გვქონდა კონკლავის შესახებ, მაშინ თქვით, რომ ყველაზე კარგად შეესაბამება სიტუაციას შემდეგი სიტყვები, ვინც შედის კონკლავზე რომის პაპის ამპლუაში, გამოდის კარდინალად და ეს დღეს გაცხადდა, რომ მართლაც სწორი და ყველაზე რელევანტური შეფასება იყო, ვინაიდან ფავორიტებს შორის იყო დასახელებული პრევოსტი, მაგრამ არც პირველ სამეულში არ მოიხსენიებდნენ მას და არც პირველ ხუთეულში არ იყო, თუმცა გახდა ის და ერთ-ერთი პირველი, რაც მასზე შეიძლება ითქვას, არის ფრანცისკეს უახლოესი გარემოცვიდან. ძალიან ბევრი დაიწერა უკვე აი ბოლო 2 საათის განმავლობაში იმაზე, თუ რაოდენ დიდ და მაღალ შეფასებას აძლევდა პაპი ფრანცისკე მას. ძალიან ბევრი თბილი ფოტო არის ინტერნეტში შემონახული. მას შემდეგ, რაც ის დაინიშნა რომის პაპად, 1 წელი არ იყო გასული, რომ გააგზავნა ეპისკოპოსად პროვოსტი პერუში და 2023 წელს მოიწვია ვატიკანში და ჩააბარა ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტი. ეს არის დეპარტამენტი, რომელიც არჩევს სასულიერო პირებს, ან ნომინაციებს ადგენს, რომლებსაც წარუდგენენ რომის პაპს, რათა შემდეგ მან დანიშნოს ისინი ეპისკოპოსებად და აქ აღსანიშნავია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რაც იყო ძალიან რევოლუციური ფრანცისკოს პაპობის დროს. ამ ჯგუფში დაამატა ახლა უკვე რომის პაპმა 2 ქალი, ამასაც დღეს მაშინვე ხაზი გაუსვეს, როდესაც მისი დასახელება მოხდა ლეომ. რაც შეეხება მის პირველ სიტყვას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სხვათა შორის აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ვნახე არჩევნები, რომლის შედეგები არავინ არ იცოდა ვინ გახდა რომის პაპი, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ არჩევანი გაკეთებულია და მაინც უკვე ყველას უხაროდა და ეს სიხარული გადაჭარბებული იყო და აღმატებული, როდესაც უკვე დაინახეს ის. და რაც მთავარია, მისი პირველი სიტყვები. ის არის პირველი ამერიკელი პაპი და ასევე პირველი პაპი, რომელმაც მიმართა საზოგადოებას წმინდა პეტრეს მოედანზე ლათინურად, ესპანურად და იტალიურად. აქცენტი იყო გაკეთებული მშვიდობაზე, ეკლესიის სიძლიერეზე, სიყვარულზე და რაც მთავარია, მას არ დავიწყებია პაპი ფრანცისკე და თქვა მასზე პირველი სიტყვის თავშივე, რომ შეიძლება მისი სუსტი ხმა ახლაც გვესმოდეს, მაგრამ ყველას გვემახსოვრება აღდგომაზე ნათქვამი ფრანცისკეს სიტყვა და გავაგრძელოთ ის სიყვარული, რომელიც მან დათესა ვატიკანში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება სიყვარული, უნდა მივიდეს თქვენს ოჯახებამდე და მთელ მსოფლიომდე. აი მშვიდობა სხვათა შორის ძალიან ხაზი გაუსვეს შემდეგ, როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით, ეს რომ ზუსტად ენდობიან ყველანაირად მას უხარიათ, რომ გახდა შეერთებული შტატებიდან, გახდა უახლოესი გარემოცვიდან ფრანცისკეს და ელოდებიან იმას, რომ გაგრძელდება ის ხაზი და ის რეფორმები, რაც დაიწყო მათმა ყველაზე საყვარელმა და ძვირფასმა პაპმა. აი მართლაც საოცარი სანახავი იყო ქეთი ის ემოცია, რომლითაც ხვდებოდნენ ადამიანები პაპის გამოჩენას. პირველი მართლაც არ იცოდნენ ვინაობა, მაგრამ მაინც უკვე დიდი სიხარული იყო და შემდეგ უკვე როგორი შეძახილები და სიყვარულით შეეგებნენ ახალ პაპს. თუ გქონდა ჩვენ ნახეთ მხოლოდ აი ესეთი ზოგადი ხედი, აი საერთო კოლექტიური სიხარულის გამომხატველი. უფრო ახლოს თუ გქონდა ამ ადამიანებთან გასაუბრების შესაძლებლობა, რა იყო ის რის გამოც აი ესეთი სიხარული გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ?
ჩართვისთვის ჩვენ ვიყავით გამოსული ცოტა მოშორებით, ვინაიდან ჩახშული იყო სატელეკომუნიკაციო სისტემები და როდესაც ამოვიდა თეთრი კვამლი, რა თქმა უნდა, ჩართვის დამთავრებისთანავე გავეშურეთ წმინდა პეტრეს მოედანზე და იქ უკვე ადგილი აღარ დაჰქონდა, ისეთი ამბავი ხდებოდა. მართლაც არ იცოდნენ ვინ გახდა პაპი, ეს არჩევნებთან დაკავშირებით მართლა წარმოუდგენელი რაღაცა არის, მაგრამ უხაროდათ ერთმანეთს ულოცავდნენ, კოცნიდნენ და ძალიან დიდი მოლოდინი იყო, თუ როდის გაიხსნებოდა ეს წითელი ფარდა და გამოვიდოდა პაპი. აი მანამდე ვესაუბრებოდი, სანამ ლეო მე-14 გამოვიდოდა აივანზე და ვეკითხებოდი, რომ აი რასელიან, რატომ უხარიათ ასე, რატომ არ ელოდებიან გამოსვლას კონკრეტული პიროვნების, ვინც უნდა ჩაიბაროს კათოლიკური სამყარო და ამბობდნენ, რომ სული წმინდა მიცის ყველაზე უკეთ და რადგან ასე მალე მეორე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, ისინი ენდობიან კონკლავს, ენდობიან მათარჩევანს და მნიშვნელობა არ იყო იმის თუ ვინ გამოვიდოდა კონკრეტულად ამას კომენტარებშიც ამბობდნენ, რომელი ქვეყნიდან იქნებოდა, მთავარი იყო მათთვის, მე ვისაც ვესაუბრე ამ კვირის განმავლობაში, რომ გაეგრძელებინა პაპი ფრანცისკეს გზა და როდესაც მან ახსენა მის სიტყვაში გარდაცვლილი რომის პაპი და ახსენა მისი სიტყვები, უკვე ყველა დამშვიდდა, მიხვდა, რომ ეს არის გაკეთებული არჩევანი ისე, რომ პატივის წეს გარდაცვლილ პაპს და ასევე ისიც გაიხსენეს, რომ ძალიან ახლოს იყვნენ და ძალიან ბევრი ინტერვიუ არსებობს იმის შესახებ, თუ პაპი ფრანცისკე რას ფიქრობდა პროვოსტზე და ასევე პრესკონფერენციებზე პაპის შესახებაც ძალიან ბევრი რამ აქვს ნათქვამი თავად ახალ რომის პაპს. მადლობა. ლეო, რაც მთავარია, სახელი ლეო. კი ბატონო, ნახოთ რომ სახელი ლეო ეს არის ყველაზე გავრცელებული სახელებიდან მეოთხე რომის პაპების სახელებს შორის, ერთი საუკუნეა, რაც ვატიკანს არ ჰყოლია რომის პაპის სახელად ლეო, ლეო პირველი მოხსენიებულია როგორც დიდი ლეო და რაც შეეხება ლეო მე-13-ს, ის ძალიან ცნობილი იყო თავისი სოციალური მიდგომებით და 1831 წელს გამოქვეყნებული წერილით. ეს ყველა დეტალი აქ მყოფებმა უკვე იცოდნენ, მას შემდეგ რაც აივანზე ფარდები დაიხურა და ახლა უკვე ელოდებიან თუ როგორ წარუძღვება ის კათოლიკურ. ნახოთ როგორი იქნება ლეო მე-14-ის გზა, ეს ქეთევან ქარდავა იყო ვატიკანიდან.